გამარჯობა ძირფასებო, მოგესალმებით, მოკლედ. ჩემთმას ხედავთ როგორი აფუებულია. წუხელო დავიბანე. სველი თვით და დავწექი და დამეზარა გასწრება ჩოკვრის, მაგრამ იყოს. ეხლა არაფერი არ მაქვს ისეთ და იმდენად გასაკეთებელია და გებით მოვწმინდე. კაი, მე ისწავლე ეს ლექსიკა იცი. რას შეჭამ ეხა შენ? გოდერძი, შენ რა შეჭამ? არ ვიცი. მე ხო ამათ მამა მოკლეს. კარტოფილი რო შეგიწვა? არ გინდა? ვაჩინცო და ახავარ, მუგოკო აბას ყუა. აქ იყო და იქ. მას ჩაუწიე. ზე გამოვიღე. ჩაუწიე. ჩუმარ არა მილიოთ მეთქი ახლა ერთ ადგილზე დაჭექი და არავიოთ არაფერი ღმერთო დავიღარ ჯერ არ დამჭირდა ვარ და კიდე რომ ვუყურებ ისე არ მაქვს ყველაფერი გაკეთებული რომ მინდა ეს ცომი გამოვიღე ახლა ფლავს არ ჭამენ კვერცხი არ უნდა გეგას უნდა ამას არ უნდა არ მინდაო ფლავი მე მინდა პრინცესას შეხედა 80 ლარი უნდა შენი ჭირივე და როცა ვიყავით მაშინ ჩაგეხედა 5 მილიონი ლარია კაი ერთი წამი უი იატაკები გაიწმინდა აი არით იმის მერე იმის მერე ისევ გავწმინდე ორჯერ ისე სრიალებს იატაკი აი არ ვიცი ისე მოსწონთ ხავე ხედავთ რა ხეში არიან რამეს მოვიფიქრებ გოდეს რო ვაჭამო ეგეც და ამათთვის კვერცხი შემწვარი მაქიმით წვანილებით და იმით და იმას ვაჭმევის მოითხოვეს შენ რა გაჭამო რა გინდა გულს არაფერი არ უნდა რას გთხოვს პირს ამათ მოვისწორებ ვაჭმე და მე იმას ვიზავმე გეგა შეჭამს არ გინდათ და იყავით მან და რაღაცა ჯელო ნახა და შეჭამა რა? რაღაცა ჯელო აი შოკოლადია სად ქონდა შოკოლადი მაჩვენე ახი იმას აქვს ალუბლის ხმერთო როგორ შემაშინა დედიკო ალუბლის შოკოლადიანი როდეს იმის შიგნით არის ჟელე მოკლედ რძეს გავალღობ და მერე ფაფა მინდა გავაკეთო რომ ხვალ გამოვაწყობ იმას და კრემი მინდა გამზადებული მქონდეს თუ მოახერხი გავამზადებ თუ ენი ხასიათზე კვერცხები მაქვს შესახები მაგრამ ის არა ქვია ჩემმა დედამ თემა მითხრა რომ გაჩუ გთხოვ გოდე ძალიან რამე არ გინდა მაღაზიიდან მოიტანე საჭმელი თუ რამე გენაკლება გინდა Jello is the best. საერთოდ გოდე წყალი არ დამისხა იქით კაი დედიკო მაშინ ეს ცომი გავღვება გეტავდებ სითბოში და ვისამ ხაჭაპურს გამოგიცხობ მერე კაი რაც იქნება ის იქნება არავის არ ველოდები სტუმარს და შენ თუ არ გაჭამე აბა რაც მინდა ის რომ მქონდეს ყველი ცოტას მოვა
გავაკლებ და გამოვუცხობ. არ ჭამს და აბა. აი მოვადუღებ მეორესაც. კონდეს. ნიკას დაურეგე მოხვალ მეთქი, ყავა დავიოთ მეთქი, მაგრამ ჟელატინს აკეთებს და ამიტომ ხოდედი. Tudi fizbalika. Mama rastu სისულელები უყურებთ. ხო, სისულელებს რო უყურებთ, მაგიტომ გესიზმრება. მე ვაფშე არაფერი მესიზმრები. ცუდი სიზმარი. მე არა. მე არაფერი მე ნორმალურ რამეს უყურეთ, კაცო. მულტფილმს უყურეთ ნორმალურს. რაღაცას უყურეთ ისეთ საშინელებებს და მე ცუდი დაგესიზმრება რა იქნება. და დაგესიზმრა ეგეთი ადამ არ მინდაო და აგერდევს ტაფაზე კვერცხი. ადას უნდა და ის მწვანილითაა. ადას უმწვანილო უნდა და ისე აქვს. ეს ტაფაც დავწვი წუხე გუში. ხო დავიწყე, კვერცხს შევწვავ მეთქი და გასარეცხებმა დამთავრა, მუხამ დამიძახა, ეს რა ქვია. რეცხვა უკვე მორჩაო, ისინი გამოვიტანე და ის გაფენა დავიწყე და ტაფა აქმედო. ეს ძალიან თხელი რო არის, ძალიან ცუდია ამ ხელა, დულად იწვება და ის ალუმინი რამდენ ხანსაც გინდა გედოს აქ, არაფერი არ მოსვლია, ალუმინი კი დამრჩა ის. შავი რო იყო და რო გავხეხე. საერთოდ არაფერი არ მოსვლია. ვიფლავ შეუნთე მეთქიდო, ჯანდაბა. მეგონა შეუნთე. მემცეცხლზე რომ არ იმასავქნა. არ დავწულა. დღეს უკვე ერთხელ შევაცხელე. წუხელაც ხავე. მოხას რომ უნდა. ხო და აგეთი ტაფა მიდევს ხომი რომ გავაცხელებ იმისი. ეხლა ხო, კვერცხებზე გიყვება. ჩემ არ გამთუნა მითხრა. არ შეღებოვის ნაყიდი კვერცხებიო, იმას ვიზამო. ვიღაცა მაჩუქაო და მე ამდენი რა თმინდაო და მუხანის გავატანო, მუხა წავიდა. სუხდიჩი ვაკო წასასვლელიო და მუხანი გამოუშვია და გავუშვი. წამეყვანოსო. ხო და მოკლედ მუხანის მოსვლას ველოდები. საღებავი მაგ და იმედია კარგი იქნება. რა ვიცი. ყოველთვის ვინახავდი ხახვის იმებს, რა ქვია. აბცქვენებს, მაგრამ წელს საერთოდ არაფერი. არც შემინახია და არც არაფერი არ მიქნა. ამ წყვის გამოცხობაც კი მიზარება, მაგრამ ამათ უყვართ და ასე გავაკეთე. დედას გოჩი. გოჩი, დედასი გოჩია. იგო სულგუნი და პური მაინც გიჭამა? და ტოსტერად გაგიკეთებ. სულგუნი ყველი, ერთი სუპი არ გინდა? რამდენი ხანია მიდე, ცოტა ხანში უნდა გადავასხა. სუპი. თავსახურიანი ის რომ აქ თასები, ფერადები. შიგნით ხო ის არის ნიკელი არ არის, მაგი თუ რა ქვია, ჯანდაბა ქვია მაგას, ხო? იმით მიდევს. არავის არ უნდა. მე ხაფლავი მიდე. სუპი კი იქნებოდა კაი, მაგრამ რა ვიცი. შევჭამო. გავაცხელო. პურის გარეშე.
მერე შევჭამ. ეხლაც კი ისეთია ჩემი ფლავი. გამოეწონა მოგიტოს. რადენა? მაგარი დამწვარია პური შვილო, აი უფრო მეტი დამწვარია. ეს რატო შავი? აი ეს. მეტი და ახლა უპასუხე ამათ. ის პური სულ შეჭამე ახლა გედო. დაიფიცე მართლა შეჭამე? გულებით? ადამ ხვალ მოგპარა, ზუსტად იცი რომ შეჭამე. ადას მოუბარია შესულელო, ეგერა აქვს. არ წაართვა ეხა იცოდე. ჭამს ადა. ხოწები არ გადახვიდე, ეხა გავწმინდე. ესეც იმ სითხით გავწმინდე, ძალიან კაია. მოკლედ, იმ ერთში არის ყველაფერი, ყველაფერს წმენს. აბანოში გინდა, ტუალეტში გინდა, თუ რაც გინდა. ძალიან მაგარია, ხალხო, არ ვიცი რა ღირს ეგ, მაგრამ უმაგრესი სითხეა. აპრიალებს ყველაფერს. დავასხი, თვლად ისეთი არ არის, როგორიც სანიტა და ის რომ მქონდა. მაგრამ ძალიან მაგარია, აპრიალებს ამ გაზსაც, ეხა გაზი ისეც არ ვუშვები მე არაფერს. ხან ყავა გადამდის, ხან რძე და ხან ღომის დუღილის პერიოდში, რომ თუხთუხებს ღომი მაშინის ხმევა გაზზე და ეგ არის. რო არის მერე ძნელად საწმელი. ეხა აქ იმიტომ ადგამა რომ გუშინ გადამივიდა. იმის წინაზეც ხო გაჩვენეთ და არ მინდა რომ გადამივიდეს. ის რო დაუტოვე, არ ვიცი გააკეთა თუ არა ჩემო მამამთიმმა. მეორე მათ უღარა. და ეს ვიცი ისი ბრალიც არის ასე რომ სუსში რო ვარ და რო არ დავდივარ ბევრს აი მაგის ბრალია. ჰავა საქმის კეთებით უკვდებოდი. მოსვენება არ მქონდა და მაშინ არ ყოფილვარ ეგრე. არაფერი არ მეზარებოდა. ეხა უბრალოდ აი მიჩვეული რო არ ხარ და არ გინდა რომ ისე გქონდეს რამე. როცა ხედავ რომ გასაკეთებელია ეგ არის, თორე აი ეხა ხო დახეთ სამჯერ მოვადუხე და აი ქაფს უყურეთ პროსტა. სამჯერ გადავადუხე ხო ნახე? სამჯერ ამოვიდა დავდი, ამოვიდა დავდი. და მეც არ მიყვარს დიდად ეს ენა. კიდევ მაქვს ეხა ვაშლის საყიდელი არ მაქვს ის შეჭამეს. ნახეთ ესე რაც ენყურეთ. ამას რომ ჩავასხა ამდენს. გოდეს ეს გამოუწერა, მაგრამ აი ასე. ორი წვეთით, ერთი წვეთით, სულელით საკმარისად ზოგჯერ ისედაც ვალევინე. ეს გოდესია უფრო დიდი. აი, სულელით საკმარისია. ადა, გეგა, აქეთ იქით ნუ დადიხარ. ადა, მოდი რა მოგცე შე რო გიყვარს და გოდე მოდი შენც. ხო, ერთი წუთი. ეს სამჯერ უნდა მივცე. მივიდე. სუპერ გოგო. ხოჩა, გეგა, აბა მოდი ხა აქ.
გეგაც და თითქმის ყოველთვის ერთი და ინება. აი, მოდი ის შეჭამი ბოლომდე და მე არა. ამიტომა 5 ლუკმა გაგიბრაზდები. მიდი დროზე საწავი ხო? გადავყარო. მიდი შეხო მაგარი ბიჭი ხარ. როგორ გინდა აბა რომ იცეკვო? თვითონ დალებაზე ეყოთ ახლა იქო ასკი ან შეიძლება საღამოსკენაც ეყოთ. ცოტა. ყოველთვის ახალ-ახალი ჯობია. მე ეს შენია. მუხრანის უთხარი მალაკო მომიტანე მეთქი, მაგრამ ისეთი მალაკო მომიტანა, რომელიც არ ვიცი მე არ გამომიყენებია იმაზე, ერთხელ გამომიყენე და ამეჭრა. კრემი. ხო და მე სასწრაფოდ გაიქცა და მომიტანა ის მალაკო, რომელსაც ვიყენებდი. ეყურე ასე აიღე. შენახან კანი გიყვარს, აქედანაც კანს ავიღებ. აი ასე აიღე. ჩემის მაღალი ცეცხლია. და აი ამას ვერ ვიტან. როგორ ტრიალებს განავთათ ეს გაზის დასადები და ქვემოთ დაავწვი. მე ნანება ჩემი ხელები თორე ეს დამწვარი უფრო მიყვარს. სიმართლე რომ გითხრათ, ხელები მენანება მერე სულ რო გასახეხიმა. აი, ოჩენ ტელეფონზე. არ ვიცი. აქ იყო ეხა? არ ვიცი. ბევრი არ დაგჭა, ამას მე შევჭამ. მეც მიყვარს ესე. ჭვალილებით. იმ სუნელით. ხვალ ცეკვა. კიდე წასვლა. ცეკვაზე. კიდე ცეკვა. და ვიცეკვა? შაბათზე. ხვალ. რატო? და შენ დედიკო? რატო? მიდი და ის ერთი შეჭამი. რამდენი ხანია? ხო გახსოვთ რომ თქვი რაღაცები გამოვიწერე მეთქი ტემოდა. გავიდა სადღაც ხალხო. ეს ჩემია. კი, შენია. ძალიან დიდი ხანია.
ესე არასოდეს არ დაუგვიანია მაგალითად რომ აი ამდენი ხნით არ ჩამოსულიყო ეგეთი რამ არ მქონია არასოდეს მარტო აი სახალწლოდ თორე ხო დედიკო ეს დიდი ბიჭები როგორ გააკეთა სახლი სიცოცხლეზე ხო და რამდენი ხანია ველოდები, იმიტომ რომ ადას ფეხსაცმელზე მაქვს პრობლემა. მეზარება ადგომა. სხვა რამე კარგს უყურეთ მაშინ, კაცო. ხო და? ეხა მომწერეს რომ კურიერს გადაეცა. ამდენი ხნის მერე. ქიშმიშები მიყვარს მე და ყოველთვის უფრო მეტ ქიშმიშიანს ვიღებ. მიყვარს ფლავი. ვაშლის ჟელატინს გავაკეთებდი, მაგრამ არ მომიტანა მუხამ ჟელატინი. შეიძლება. დამავიწყო და მოკლედ მე ხა ნათია მყავდა წვანი მომიტანა და ეს კვერცხებიც ნათია მომიტანა ხავს ჭამდი და მოდი ცხელი პლავი არ გინდა მეთქი და წვანილი გააქო რომ მოგიტანო და მამა რაგებს ნათია გოდეს კლასელის დედიკოა ჩვენ მეგობარი დაბადების დღეზე სულ ერთად ვართ ხოლმე წელს ამყოლია მაგრამ თავისი მიზეზიდან ანუ ძალიან ახლო ადამიანი გარდაეცვალა თან ბავშვი და მოკლედ აქედან გამომდინარე არ მყავდა მაგრამ მოკლედაც ვიცი რა ვთქვა ხო და ეს ძალიან გავგიჟდი ძალიან შეწუხდა ანუ კვერცხი შეღებეო მკითხა და არა მეთქი ჯერ იმიტომ რომ ისიც უთხარ ჩემმა დედამთილმა მითხრა სუფლისას გამოგიგზავნი და ის არ შეღებოდა მაგიტო არ შეღებე მეთქი ჯერ მაგას ველოდებით ხო თორე ანიკო დეიდასგან მოვიტანე მე კვერცხი თან რა შეღებავა 10 წელს ალბათ იმიტომ რომ ეს მოხაშული კვერცხი ბევრს არავის არ უყვარს ჩემთან და სულ მე და მუხამ უნდა ვჭამოთ მეორე დღეს ეს არ იჭმევა იცით ხო და არ ფუჭდება რა თქმა უნდა და მომდევნო დღეებში შეიძლება მაგრამ მოკლედ რა ვიცი 10-ან 15 წელს შევღებავ მეც არ შევღებავ ხო და ესე ხო ეხა რის თქვა მინდოდა კი ეხა მეტყვით ძალიან დიდი სისულელეა ასეა ისეა მაგრამ უნდა გითხრათ წუხე Facebook-ზე გადავაწყდი ესეთ რაღაცას რომ ადამიანი კითხულობდა chat GPT-სო ტარო გავაშლევინეო და ძალიან დამაინტერესა რომ აი როგორ იწერა chat GPT-ს გამიშალა მეც ტარო წარმოიდგინეთ ხო და არ ვიცი ხა მსგავს რაღაცების დავიჯერო ეგ არ ვიცი მაგრამ კაი რაღაცები კითხვა გეგაზე განსაკუთრებით
მოკლედ სამივეზე კარგი რაღაცები თქვა. მაგრამ გეგას ხასიათი და ბიჭობაში უფრო სხვანაირად დაახასიათა და გოდეც უფრო სხვანაირად. არ ვიცი. მომიწონა ესე, კაია მოსასმენად. მსგავს რაღაცები. მახსოვს ვიცი, ბევრი დამიწერს სრულს მენა ასე აისე არ უნდა გჯეროდეს, მაგრამ გეტყვით აგერ მე ძალიან ანუ რასაც გავდიოდი ხო არ ვეუბნებოდი დედაჩემს. ბავშვი ვიყავი, აი იქ რო ვიყავი და ექიმთან რომ მივდივართ, დედაჩემი უნდა გამომყოლოდა, ანუ არავინ არ მოყვებოდა, ანუ მე და დედაჩემი ზუგდიდში შემხვდა დედიკო და დარჩელში დავდიოდი და ანუ დედაჩემი უნდა გამომყოლოდა და მოდი ერთი მკითხავთან მივიდეთო რა დედაჩემმა და კარგი თქვა და მეც გამეხარდა ის და მაინტერესა. იმიტომ რომ მე მაწუხებდა ის რომ მოკლედ ბავშვი რო არ მყავდა რაღაც და მაგიტომ მივიდეთო დედიკო, მაინცო. კარგი მეთქი და მივედით. მახსოვს ოქროს საყურე მქონდა. დაბადები, არა მონა რომ მოვინათლე მე გათხოვილი რო ვიყავი, მაშინ მონათლის დღეს ჩემმა ყოფილმა ოქროს საყურე მაჩუქა. ხო და ეს საყურე დამეკარგა. იმ დღეს, როდესაც ექიმთან მივდიოდი, დილით აღმოაჩინე რომ საყურე აღარ მაქვს. მაგრამ არ ვთქვი. იქ სახლში შემეშინდა გაბრაზდება მეთქის ჩემი დედამთილი და არ ვთქვი. რა თქმა უნდა მკითხავმა მითხრა. ყოველთვის ანუ ეხა რომ აქ თმები აწეული ესე არ დავდიოდი ძვირფასებო, ეს დავიწყე ესე თმების აწევა სადღაც თბილისში რო ვიყავით. მუხას რო გავყევი 2026-ში გავყევი მუხას, ხო? აი იმ დროს დავიწყე ესე აწევა, თორე საერთოდ სულ აი ესე ყურები სულ დაფარული მქონდა ეგრე დავდიოდი. გაშლილი, აი ეს ოდნავ აწეული, რო ვიწევ ხოლმე აქ, აი ესე და სხვა ჩამოყრე, ანუ ყურები დაფარული მქონდა, საერთოდ არ მიჩანდა და მკითხავმა მიმკითხავა რომ საყურე გაქვს დაკარგული ერთი ოქროსიო და სახლში რომ მიხვალო ამადა ამ ადგილას იმან რა იცოდა მე სად დავკარგე. იპოვიო აუცილებლად რომ მიხვალო. მერე თუ რამე პრობლემა მქონდა, რასაც მე არ ვიძახოდი ჩემებთან, ყველაფერი არ ჩამოყარა იმ ქალმა. ხო და ამიტყდა გიჟივით ტირილი. აი, არც ნაცნობი იყო, არც არავის სრულიად პირველად მივედით, მაგრამ იმ ქალმა ყველაფერი დედაჩემს უთხრა, ჩემს. ისიც თქვა, რომ გამორიცხულია ამ ოჯახში არაფერი მომავალი რო არ მექნებოდა, რომ შვილიც იქ არ მეყოლებოდა და არაფერი და მართლა ის მითხრა, რომ ჩემი მომავალი ბედი იქნებოდა ისეთი, რომელიც სამშობლოს ემსახურება და რა თქმა უნდა თავიდან არ იყო, მაგრამ ეხლა ხო არის. უხა. თავიდან არ იყო ჯარისკაცი, მაგრამ ეხლა ხო არის. ხო და მოკლედ ესე ჩემოკარგებო. მერე თბილისში ვიღაცამ აი ხელზე რო გიმკითხავებენ და რაღაც თბილისში რო ვიყავით იქ მითხრა იმ ქალმა ჩემი სახელი აქეთ მითხრა რომ დრო მოვიდო და ისეთი რომ სუსტად დედოფალივით იცხოვრებოდა რა თქმა უნდა ნახეთ როგორ არის უნდა დაიჯერო ბევრი რამ მერე ხელებსაც რო გაანძრევ დრო უნდა ყველაფერს. ეხა იმას არ ვთქვი, აი წელში ორ წელში ასე გექნება, მაგრამ მოვა დრო, რა თქმა უნდა და ეხა კი დამცინებთ ბევრი და ალბათ გულში სიმწრის სიცილი ექნება ისეთებს ვინც ყოველთვის ჩაციკლული არიან ჩემს ვიდეოებზე, ოღონდაც რაღაც ცუდი დაწერონ და რაღაც ასე შემდეგ. იმ კარგ ადამიანებს არ გულისხმობთ, ვინც მიყურებთ ხოლმე და სულ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება და გულისყურით და კარგი გულით მიყურებთ, იმათ არ გულისხმობთ. ეს იმათ მე პირადშიც რომ მოდიან, თუმცა ძალიან კარგად ვიცი ვინ არის ეგ ადამიანი და მივწერე კიდევაც რომ ვიცი თუ ვინ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან
არასწორი არის ესე პირადში რომ უვარდებიან ადამიანს, მაგრამ იმას თავისი ხმა აქვს, თავისი ის აქვს, გაჭირვება და კარგი მესმის მაგისი. თუმცა რაც არ უნდა იყოს, მე გეტყვით იმას, რომ არასოდეს ჩემს თავმოყარეობას არ გავთელა. არავის გამო. ვინც არ უნდა იყოს მაგი. არასოდეს ჩემ თავმოყარეობას არ გავთელავ და არ გადავუვლი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მგონია მსგავსი საქციელი, რომ ადამიანს თავმოყარეობა არ გააჩნია, როცა ისეთ რაღაცებს გწერს რა. თან იცის რომ მიხვდება თუ ვინ არის და ასე შემდეგ ადამიანი. თან ყოველთვის ერთნაირად რო გწერს, თორე რამე სხვა რომ მოძებნოს არა. ამით არის რომ სულ ხვდები რომ ის ერთი და იგივეა. მეტი კი არაფერი. ხო და მოკლედ ადამიანებს თავმოყარეობა არ გააჩნიათ, თუმცა ამით თვითონ ძალიან ცუდი ამდენი სიბრაზე რო გაუშვა ესეთი ენერგეტიკა. იმიტომ რომ ყველაფერი უკან ბრუნდება და ძალიან ცუდია ეგ. ჩვენთვის რა გინდადე? რა გინდადე? კოზი რა გინდა? Papa მინდოდა. არა, შენ ის კოზი გინდა ეხა სუტყვილად. არ გააფუჭო. კარგი? всё, დაკეთე. დაკეთე თითები არ მოიყოლო. ნახე ხა საჩაგდე. უყურე? აქ აგდია ეს კოზი თუ აქ არის ამის ადგილი. წადი გაბურცგნილო. წადი. ხო და მოკლედ ეს რაც მოვაყოლე, იცით? ეხა ამ ჭიქაში ვხედავ რაღაცას. ხო და აი არ მინდა რომ ამას ვხედავდე. სხვა რამეს მინდა რომ ვხედავდე. ძალიან არ მომწონს რასაც ვხედავ. რატოა ასე? აბა დაიცეთ თუ დაგანახეთ. აი ამაზე გეუბნებით. არ მინდა რომ ვხედავდე მეთქი. აი ამას. ნახეთ როგორ აშკარად ჩანს. აბა დამიწერე თუ ვინმე მიხვდებით აქ რა ჩანს. ან თქვენ რას ხედავთ ის დამიწერეთ. მოკლედ ამაზე გითხარით რა არ მინდა რომ ამას ხედავდე თქო. წავშალოთ. ესე და ამგვარად. ასე რომ მსგავსი რაღაცების ამჯეროდა, მაგრამ ცხოვრებაში დღეს უკვე ყველაფრის მჯერა. ყველაფრის. უცან გაიყავა. მართლა გაიყავა ეს მომწონს. წავედი ახლა. ვიდეო არ მინდა გამიგზელდეს და ყავა ეს მეორე ჭიქა ახალ ხონაცია რომ მოვიდა მე დავლია. ხო და ასე რომ იმასაც დავლებ. ძელ ხვება და თანის ხმევა. არ ვიცი რატომ. არ ვიცი რატომ. მოკლედ ვირფასებო წავედი ბედნიერ დღეს გისურვებთ. მშვიდობიანს და პოზიტიურს. მოვიდეთ.